გამარჯობა. დღეს საკმაოდ საინტერესო და ცოტა რთულ თემას ვეხებით. თქვენ მოგვაწოდეთ მასალები სექსუალობაზე, პიროვნებაზე. და აქ გვაქვს, ესე იგი, ორი თითქოს დაპირისპირებული ხედვა. ერთია ფსიქოანალიზი, ხო, ლაკანი, ზუპანჩიჩი, მეორე მხრივ კი რელაციური ფილოსოფია, თეოლოგიაც, ბუბერი, ზიზიულასი. ვცადოთ აბა გავარკვიოთ, რა მთავარი აზრი გამოდის ამ წყაროებიდან ადამიანურ კავშირზე, სურვილზე, იმაზე თუ რას ნიშნავს იყო მე. მზად ხართ? კი ბატონო, ნამდვილად საინტერესო მასალაა და კონტრასტიც აშკარაა. თითქოს ორივე მხარე ცდილობს ახსნას ერთი რამ, ეს ჩვენი ლტოლვა კავშირისკენ, მაგრამ სულ სხვადასხვა საწყისიდან. მოდი დავიწყოთ იმ ყველაზე ცნობილი ფრაზით, ცოტა პროვოკაციულიც რომაა ლაკანისგან, სექსუალური ურთიერთობა არ არსებობს. ეს ხომ პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, არა? რას გულისხმობს სინამდვილეში? ნაპრალი და უკმაყოფილებლობის განცდა, სიცარიელე შიგნით და ჩვენ სულ ცდილობთ ეს სიცარიელე სხვა ადამიანით შევავსოთ. ლაკანი ამბობს, რომ ჩვენ სწორედ ამ დანაკლისის გამო მივიღწვის სხვისკენ. მაგრამ რადგან სურვილის საბოლოო ობიექტი მაინც მიუღწეველია, ეს ძიება უსასრულოა. და სექსუალობა, მისი აზრით, სწორედ ამ დანაკლისთან, ამ ნაპრალის გარშემო მუდმივ ტრიალთან არის დაკავშირებული. გასაგებია, ეს ლტოლვა თითქოს თავიდანვე განწირულია ერთგვარი ფრუსტრაციისთვის, ცოტა პესიმისტურად კი ჟღერს და ალენკა ზუპანჩიჩიც ამ ხას აგრძელებს, ხო? კი, ზუპანჩიჩი მამდივად ეყრდნობა ლაკანსაც და ფროიდსაც ის ხას უსვამს, რომ სექსი არ არის მხოლოდ ბიოლოგია, გამრავლება. ეს ბევრად რთული რამეა, ფსიქოლოგიური, კულტურული ფენომენი, სავსეა ფანტაზიით, არაცნობიერი სურვილებით. მისთვის სექსუალობა არის ერთგვარი. ველი, სადაც ჩვენ ვცდილობთ საკუთარი მეს საზღვრები გამოვიკლიოთ, იქნებ გადავლახოთ კიდეც. თუმცა ისიც ხედავს ამ პროცესის სირთულეს და იმ ნაპრალის რეალობას. ესე იგი, აქ მთავარი აქცენტი კეთდება ინდივიდის შინაგან დეფიციტზე, ხო? იმაზე, რაც გვაკლია. მაგრამ თქვენს მასალებში არის სრულიად განსხვავებული პერსპექტივაც. ბუბერი და ზიზიულასი. აქ ხომ მთავარი ურთიერთობაა და არა სიცარიელე. როგორ იცვლება სურათი? დიახ. აქ უკვე ფოკუსი ინაცვლებს. შინაგანი ნაპრალიდან გადავდივართ ადამიანებს შორის არსებულ სივრცეზე. ბუბერთან ფუნდამენტურია მე-შენს შეხვედრა. როცა მეორე ადამიანს ხვედრი არა როგორც იმას, ობიექტს, არამედ როგორც უნიკალურ შენს დიალოგში. ზიზიულასი კი მართლმადიდებლური თეოლოგიიდან გამომდინარე კიდევ უფრო შორს მიდის. ის ამბობს, რომ პიროვნება, ჰიპოსტასი, თავისი ბუნებით არის რელაციური. ის მხოლოდ ურთიერთობაში არსებობს. ყოფიერება როგორც ზიარება, ეს მისი ცნობილი ფრაზაა. და ამ კუთხით თუ შევხედავთ ის ნაპრალი, ლაკანთან რომ ნახეთ. აღარ არის ტრაგედია. ზუსტად. აღარ არის ტრაგიკული დეფექტი. პირიქით, ის ხდება სივრცე, პოტენციალი შეხვედრისთვის, დიალოგისთვის. ის, რაც ორ განსხვავებულ უნიკალურ არსებას აკავშირებს. და სექსუალობაც შეიძლება ამ შეხვედრის, ამ ზიარების ერთ-ერთი ძალიან ინტენსიური ფორმა იყოს. თუ ლაკანთან ნაპრალი პრობლემაა, აქ ის შესაძლებლობა ხდება. საინტერესოა. და თქვენ ახსენეთ, ზიზიულასთან არის რაღაც ნიუანსი, ბუბერისგან განსხვავებით, წყაროებში მამის მონარქია იყო ნახსენები. ცოტა რთულად ჟღერს. მარტივად რო გვითხრათ, რას ნიშნავს ეს ამ კონტექსტში? კი, მთავარი განსხვავება ისა, თუ რა არის პირველადი. ბუბერთან თითქოს ურთიერთობა. მე-შენ დიალოგი, შობს სუბიექტს. ზიზიულასთან კი, რომელიც სამების თეოლოგიურ მოდელს ეყრდნობა, პირიქითაა. პირველადია პიროვნება, პიროვნული ყოფიერება, რომელიც სათავეს იღებს პირველ წყაროდან. მამის მონარქია ამ კონტექსტში ნიშნავს, რომ მამა ღმერთია პიროვნულობის და შესაბამისად ურთიერთობების სათავე წყარო. და სწორედ ეს პიროვნული ბუნება ხდის ადამიანს უნარიანს, რომ შევიდეს ურთიერთობაში, ზიარებაში. პიროვნება წინ უსწრებს ურთიერთობას. უსწრებს, მაგრამ მის გარეშე ვერ რეალიზდება, ვერ იარსებება სრულყოფილად. პიროვნება თავისი არსით ურთიერთობისკენაა მიმართული. საინტერესოა ისიც, რომ ერთ-ერთ ტექსტში პარალელი იყო გავლენილი ფსიქოანალიზსა და ამ აღმოსავლურ ქრისტიანულ ხედვას შორის. მართლა.
რაში მდგომარეობს ეს პარალელი? იმაში, რომ ორივე, ლაკანი, ფროიდიც და ზიზიულასიც ადამიანს განიხილავს არა როგორც იზოლირებულ დამოუკიდებელ სუბსტანციას, რასაც ზოგჯერ კლასიკური ფსიქოლოგია აკეთებს, ხო, ფოკუსირებული ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, არამედ ორივე ხედავს ადამიანს როგორც არსებითად ურთიერთდამოკიდებულს, ინტერსუბიექტურს, ანუ მე ყოველთვის ვიღაც სხვასთან მიმართებაში ყალიბდება. გასაგებია. ძალიან საინტერესო და დაპირისპირება და პარალელებიც გამოიკვეთა. მაშასე, შევაჯამოთ. თქვენ, ვინც ამ მასალებს გაეცანით, მიიღეთ ორი ძირითადი პერსპექტივა. ერთი, რომელიც სექსუალობას და ზოგადად ადამიანურ კავშირს ხედავს როგორც მუდმივ და უკმაყოფილებელ ძიებას, რომელიც გამოწვეულია ჩვენი შინაგანი დანაკლისით იმ ნაპრალით. ეს ლაკანის და ფსიქოანალიზის ხაზია. და მეორე ხედვა, რომელიც ხაზს უსვავს ურთიერთობას, ზიარებას, როგორც პიროვნების არსებობის ფუნდამენტურ პირობას. აქ სექსუალობა შეიძლება იყოს ამ შეხვედრის, ამ დიალოგის სივრცე, სადაც განსხვავებულობა არაა ტრაგედია, არამედ პირიქით, შესაძლებლობა. ეს ბუბერის და ზიზიულასის იდეებია. დიახ, და აი აქ ჩნდება ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დასაფიქრებლად უკვე პირადად თქვენთვის. როგორც ცვლის თქვენს აღქმას ადამიანური კავშირის ინტიმურობის შესახებ იმის გააზრება, თუ რას მიიჩნევთ პირველადად. ინდივიდის იმ შინაგან თანდაყოლილ ნაპრალს, რომელიც მუდმივად შევსებას ითხოვს, თუ პიროვნების უნარს და მოწოდებას, რომ იყოს სხვა პიროვნებასთან ურთიერთობაში, ზიარებაში. ან იქნებ, რა ვიცი, ეს ორი პერსპექტივა სულაც არ გამორიცხავს ერთმანეთს. იქნებ სწორედ მათ ერთგვარ დაძაბულობაში, მათ პაექრობაში ჩანს ადამიანური გამოცდილების ყელის სირთულე და, პარადოქსულობაც კი. ეს უკვე ის კითხვაა, რომელიც ღიად რჩება თქვენი შემდგომი ფიქრისთვის და დაკვირვებისთვის.